ჩემი არავინ. ცხარე საუბარი იყო აქ რეკლამის დროს. მე პრაქტიკულად ბოლო კითხვა უნდა დაუსვა ყველა ჩვენ სტუმარს. ბატონო ზაზა, თქვენ როგორ ფიქრობთ? წეღა ნონამ თქვა საინტერესო რამ ვის აწყობდა, მე მესმის მკითხაობით არ დაკავდებით, პროფესიონალი ადვოკატები ხართ, მაგრამ თუ კი ამ ყვალს გავყვებით, აუცილებელი იყო თუ არა ნებისმიერი იმ ადამიანის დაკითხვა, ვისთანაც მას შეიძლება რაღაც ინტერესთან ყვეთა ქონოდა, რაღაც კონფლიქტი ქონოდა. ახლა მე რასაც უყურებ, პროკურატურამ აქცენტი გააკეთა, რომ დაეკითხა რაც შეიძლება მეტი ადამიანი, რომელსაც საქმესთან შეხება არ ქონდა. მაგრამ არ დაეკითხა ის ხალხი, რომელსაც საქმესთან შეხება ქონდა. 500-600 ადამიანის დაკითხვა არ იყო აუცილებელი, რომ დაედგინა, ვთქვათ, როცა აქ ვიღაცას პრეტენზია, რომ იქ ერთი ადამიანის იდენტიფიცირებას ითხოვდა. ეს უნდა გაეკეთებინა პროკურატურას. თუ აქ მხარეს პრეტენზია, რომ მაგალითად თითის ანაბეჭდის იმას ითხოვდა ამოღებას, ის უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მე ასევე ახლა დღეს მისი ძმა აკეთებს განცხადებას პრეტენზიულს, ვთქვათ, ადვოკატი აკეთებს. მე როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვთვლი, რომ თუ მათ ქონდათ პრეტენზია ელემენტარულად პროკურატურაში უნდა შეეტანათ განცხადება, თქვათ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის თაობაზე, ზაზა ხატიაშვილის დაკითხვის თაობაზე. თუ პროკურატურა ამაზე უარს ეთყოდა დღეს მეც, ირმაც, ყველაც ვისაუბრებდით, რომ პროკურატურამ დაარღვია კანონი და ოჯახს რომელსაც ქონდა რახat დასაბუთებული პრეტენზია, მე ვფიქრობ, ეს იყო უარ შეეტანა ზაზაბატონო. ასაგე მომისმინე, როდესაც შენ ფიქრობ, აი მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა, რომ თვითმკვლელობა გაასაღოს მკვლელობა. როცა მე ეს ვიცი და ამას არ ვაკეთებ, მე შეიძლება გაიგე ჩემი დუმილით რაღაც ცუცს ხვშვები, მაგრამ არ შეიძლება ჩვენ ადვოკატები, იურისტები, იმიტომ ვარ თუ რაღაცაზე გვაქვს პრეტენზია, იმ პრეტენზიის რაღაც მოსაშორებლად ნაბიჯი უნდა გადავდგათ და ეგ დალოცულები ეხლა რო ამბობენ. მეც მაქვს ეგ პრეტენზიები, მაგრამ მე არ შემეძლო რომ შემეტანა ეს განცხადება. ჩვენ მიემართათ და თუ პროკურატურა არ დააკმაყოფილებდა, დღეს იქნებოდა ეს ბომბი. აი ეს არის. კი ბატონო, ბძანეთ გოგა და შემდეგ ნონა და დაასრულებს ირმა. კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე იმ იმიტომ ბრალდების მხარეა ის. როდესაც 4 სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანი, თუნდაც პოლიტიკური შეხედულებებით, თუნდაც სხვადასხვა შეხედულებებით, თანხმდებით იმაზე, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, არა აქვს მნიშვნელობა მე კონკრეტული სხვა მიმართულებით მაქვს ალბათონონა სხვა მიმართულებით აქვს, ამას არანაირი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. როდესაც ესეთი კითხვები არსებობს, მას შემდეგ რაც სისხლისამართლის საქმე არის შეწყვეტილი, ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ეს კარგად გამოძიებული საქმე არ არის. და საზოგადოებას მინდა უხსნა, ვინც არ იცის, რომ თვითმკვლელობა არ ისჯება. ისჯება თვითმკვლელობამდე მიყვანა. თუ კი დაადასტურა, ვერ მოიძებნა ესეთი პირიო დღეს. თუ კი ვერ მოიძებნა, ამ შემთხვევაში უნდა ეძებო. თუ კი ვერ მოიძებნა, უნდა ეძებო და უნდა დაადასტურო ისე, რომ 4 იურის სხვადასხვა გაგებისას, სხვადასხვა წარსულისას, სხვადასხვა ნამოღვაწარისას 4-ვეს დღესაა კითხვის ნიშანი, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ თვითმკვლელობამდე მიმყვანი იყავს ნაპოვნი, არც ის გაგირკვევია თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა, შენ გადაადგი რაღაც შოუ, სადაც ბოლთას ცემდა და რაღაცები ჩართე შეგნით და შეეცადე საზოგადოებისთვის ეს მიგეწოდებინა ისე თითქოს რადგან 600 ადამიანი დაიკითხა, ეს არის კარგად გამოძიებული, ეს არ არის კარგად გამოძიებული. საინტერესო არის ის, რომ ზურაკი წმარიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მის ძმას ჰქონდა განცდა, რომ მასზე შესაძლებელია მომხდარიყო რაღაც თავდასხმა და ამ განცდის გამო მან 8 დღით ადრე აი ამ ტრაგედიამდე გადაწყვიტა, რომ იარაღი შეეძინა. რა სიტყვით თქვენ პროკურატურის მუშაობაზე და ირმა დაასრულებს იმაში, რომ მე კითხვის ნიშნები მაქვს, ერთ რამესთან დაკავშირებით მასალას რო არ ვიცნობ, იმიტომ. ჩემი კითხვის ნიშანი გამოიკვეთება იმაში, რომ მაინტერესებდა რამდენად შეისწავლა მისი ფსიქოტიპი. როგორც ეროსი კიცვარიშვილის, ანუ ბოლო მისი მდგომარეობა ერთი წუთით ხომ არ ჩაგეჭერი გოგა. ძალიან მაგარი გამომძიებელი იყავი, ვაღიარებ გვაცალებად. და შენს ქართულ მართლმსაჯულებაში ერთი აგური მშენებლობაში დადე. მე ვამბობ სხვა რამეს, რომ მისი ფსიქოტიპი თუ იყო გამოკვეთილი, თუ რა მდგომარეობაში იყო ბოლო პერიოდში, ხშირად ადამიანებს ემართებათ ფსიქოზები, ნევროზები, დიდი ტრაუმების და სტრესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით, რომ ამ კაცს ჰქონდა ეს მომენტები გადატანილი, ის ძალიან წარმატებული იყო როგორც ბიზნესმენი, ის იყო ძალიან მაღალი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანი და არ არის გამორიცხული, რომ აი ამდენ წარუმატებლობას ერთად, ამდენ ყველაფერს ერთად ვერ გაუძლო მისმა გონებამ, ფსიქიკამ. მე მაქვს მხოლოდ ერთი კითხვა, რამდენად იყო შესწავლილი მისი ფსიქიკა იქიდან გამომდინარე? საინტერესო ეს არის. შეიძლება კიდევაც მოხდა ეს, შეიძლება ეს არ მოხდა. მე არ ვიცი. მას ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. მე როგორც
არაერთი საუბრის მერე არა მარტო ჩემთან, არამედ სხვა ჟურნალისტებთანაც ის იყო რუსთავიორის დაუმზადებელი. წარუმატებლობამ გამოიწვიავეს და ანუ არჩევნებში მარცხს გულისხმობს. კი, ყველაფერს ერთად ბოლო პერიოდში არა, რატო წარუმატებლობის კუთხით თუ კი გავყვებით ის რაც ცოტა ხნით ადრე არჩევნებზე მოხდა, ის კიდე უფრო ადრე რაც მაესტროსთან დაკავშირებით მას ომი ქონდა. და არც ერთ ამ შემთხვევაში მას ამაზე არ უფიქრა და საადრე. და სხვათა შორის როდესაც ამ ადამიანმა გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა გადაცემა. როდესაც ამ ადამიანმა გადაწყვიტა რომ გაეკეთებინა გადაცემა 60 წუთის გასვლა. აი მაშინ მოიწვა თავი. შეიძლება ისიც დააბრალო ეხა ვიღაცას ბიძინა იბანიშვილს რომ დღეს წვიმა რატომ არის? ესე არ შეიძლება. არ წვიმაზე ჯერ არ უსაუბრე. ყველაფერზე ისაუბრე. მე შენ ნიჭიერიული სტატუსი არ გინდა რა ეს ჭორაობა. და ზუსტად არ ჭორაობა. კარგი, დაასრულებს ირო ფაქტი არის ის მე უბრალოდ ეს ვიტყვი რომ მას ქონდა ძალიან დიდი გეგმები. მას ქონდა ძალიან დიდი გეგმები ყველა მიმართულებით, პოლიტიკური და სატელევიზიო პროექტების მიმართულებით და მე პირადად მასთან მისაუბრია მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ამ მის რაღაცა სამომავლო ბრძოლაზე, რომელსაც იგი აპირებდა როგორც რესპონდენტს, ისე ვესაუბრე მას. დავასრულოთ მოდით ირმა და ბრძანეთ თქვენი საქმე. მაქვს ძალიან დიდი გეგმები, თქვა ჩემი ოჯახის და ჩემი შვილების მიმართულებით, მაგრამ მე რო დღეს ან ხვალ თავი მოვიკლა, ვერც ერთი თქვენგანი ვერ იტყვით იმას, რატომ მოვიკალი თავი. მიუხედავად რომ მე მაგ მართლა ძალიან მე მინდა რომ თქვა ჩემ შვილებს ძალიან კარგი მომავალი შეუქმნა, ანუ არავინ არ იცის ჩემ შიგნით რა ხდება. რაც შეეხება ამ შეწყვეტის დადგენილებას, ეს არ არის პანაცეა ხალხ. თქვენ ყველაზე კარგად იცით გოგა, რომ ერთი დადგენილების გაუქმებას და თქვა გამოძიების განახლებას არაფერი ამას აპირებს კიდეც ოჯახი. ამაში პრობლემა არ არის. და ერთი და მეორე საკითხი ხა ბატონი ეროსი ხა მე მას ახლოს არ ვიცნობდი, თუმცა იმ მაესტროდან გამომდინარე გარკვეული შეხება მე მასთან მქონდა. ის იყო ძალიან არაორდინალური და არაპროგნოზირებადი ადამიანი, დამეთანხმებით თქვენ თუ უფრო ახლოს ვიცნობდით. მას თუ განცდა ქონდა ქალბატონო ინგა რომ მას რამე საფრთხე ემუქრებოდა, ის არ იყო ის ტიპაჟი რომ სახში ჩაკეტილიყო, ამას ის ხმამაღლა იტყოდათ მერწმუნეთ. თქვენ ხომ იცით არა, ის ამას არ დამალავდა. ის ამას საჯაროდ იტყოდა და ესეთ შემთხვევაში საჯარო განცხადება ყველაზე კარგი თავდაცვა და ეს მას არ ესწავლებ. მე ბუნებრივია არ ვაკადრებ არც ჩემ თავს და არც მას, მაგრამ მე ვიცი რომ ძმაც და ოჯახისაც ადვოკატებიც იყვნენ მაქსიმალურად ჩართულები. მე ვიცი რომ მათი არაერთი შუამდგომლობა ამ საქმეში იყო დაკმაყოფილებული და თუ მათ ეს ეჭვები ქონდათ, რომელ ეჭვებზეც დღეს საუბრობენ. მათ და გასაგებია, მაგრამ ნიშნავს, რადგან შეწყვეტა, მაშინ 2 წლით 5 თვით ადრე შეწყვეტავდნენ. მე როგორც ვიცი გოგასგან, ისა გაგი მოსიაშვილისგან, ყველა მათი შუამდგომლობა იქნა დაკმაყოფილებული, მათი უშუალო ჩართულობით. აქედან გამომდინარე, მოდით ესე ტალახს ნუ ვესწრით ყველას, აქ თავარია რომ პროკურატურას იმდენად აქვს სახელი გაფუჭებული, რომ მათ სიმართლესაც აღარავინ არ უჭერებს. დღეს ეს არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულები იმ ვიდეო მასალებით დღეის მდგომარეობით გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შესაძლებელია ეს იყოს. დრო აღარ გვაქვს დისკუსიისთვის. შეწყვიტავდით? თუ მტკიცებულებები მართლა შეიჭირავთ და ამბობთ, თქვენ არა გოგა? თუ კი იარსებებდა უთყუარი მტკიცებულებები, რითაც დავრწმუნდებოდი უთყუარად, რომ ამ ადამიანმა აი მაგალითად მე ავიღე ვიდეო კამერა ძალიან არა უკაცრავ მოდი რაცოდი გააკეთე ძალიან ხო არ გედავებით აბსოლუტურად ამასაც შეწყვიტავდე ალბათ მე თუ ავიღე მოდიში მე თუ ავიღე ვიდეო კამერა საზოგადოების წინაშე ძალიან დიდი პასუხისგებლობა მათ არ ქონდათ ვალდებულება მე თუ ავიღე ვიდეო კამერა არა ქალბატონო მე თუ ავიღე ვიდეო კამერა მე თუ ავიღე ვიდეო კამერა და ვთქვი რომ მე მაქვს ფინანსური პრობლემა, მე ამ ყველაფერს ვეღარ უძლებ. ბოდიში, ჩემო ოჯახო, ჩემო ახლობლებო, ჩემო საზოგადოებო. ჩავედი და მოვიყარე თავი. კი ბატონო, შეიძლება იცით, მაგრამ იცით რა? შენ საუბრობ საუბრისთვის, გოგა. მე საუბრობ კიცებულებაზე ვსაუბრობ. ეს არის მყარი კიცებულება. აი ეს არის კიცებულება. ის საქმეში კი არა. კარგით. ჩვენ როგორცაც ვერ მოდით ზუსტად ჯერ არ ვიცი. დიდი მადლობა. ზუსტად 10 წუთში კი ვახოსანაია განაგზობს ამ თემას რვიანში და მას როგორც უკვე გითხარით, სტუმრად ყავთ მოწვეული სხვადასხვა ადამიანები, მათ შორის სწორედ ბადრი ნაინტაშვილი, რომელმაც გამორიცხა ეროსი კიცმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსია. შეგახსენებთ, ნაინტაშვილი იყო ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ეროსიმ შეიძინა ის იარაღი, რომლითაც პროკურატურის განცხადებით მან თავი მოიკლა. ასევე ვახოს სტუმარი იქნება მაია ნიკოლაიშვილი, მოკლედ საინტერესო რვიანი გელით. მე ჩვენ სტუმრებს გადავუხდი ძალიან დიდ მადლობას, რომ მიიღეს გადაცემაში მონაწილეობა. გემშვიდობებით პარასკევამდე.